მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. თავისუფლება სინდისის პატიმრებს, თავისუფლება და ჯანმრთელობა ელენე ხოშტარიას და კიდევ ერთხელ მინდა ჩვენი სახელით დავაფიქსირო ის მოთხოვნა, რომ აუცილებელი სამედიცინო ზომები, რაც არის გასატარებელი ელენე ხოშტარიას და ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის უზრუნველსაყოფად აუცილებლად უნდა იქნას გატარებული. ფიციმწამს ბოლო მაკვირვებსო ქართული ოცნების განცხადებებზე, როდესაც საუბრობთ, სადაც ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ თითქოს ევროკავშირთან დიალოგის დაწყების. ეს ის ქართული ოცნება არის, რომლის პრემიერ-მინისტრმაც 2024 წლის 28 ნოემბერს ევროინტეგრაცია შეაჩერა საქართველოს მხრიდან თვითნებურად და დაიწყო წინააღმდეგობის მოძრაობა, თუმცა ეს წინააღმდეგობის მოძრაობა რეალურად რამდენიმე წლით ადრე დაიწყო. სწორედ დღევანდელ დღეს, 20 ივნისს, ცნობილ გავრილოვის ღამეს, როდესაც თელმა საზოგადოებამ დაინახა რეალური სახე ქართული ოცნების. ირაკლი კობახიძე მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე გახდათ, გახსოვთ და არაფრის დიდებით გადადგომასაც არ აპირებდა, როდესაც მის სკამში ჩაჯდა რუსი კომუნისტი გავრილოვი რაღაცა მართლმადიდებლურ კონგრესზე, თითქოს ჯერ კომუნისტი და მართლმადიდებლობა რაშუაშია, მერე თან რუსი იმპერიალისტი და მართლმადიდებლობა რაშუაშია და თან იმ დარბაზში, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა. აი რეალურად მაშინ დაიწყო ეს ყველაფერი, რაზეც ახლა თქვენ მეკითხებით, როდის აქცია დასავლეთს აღებული კურსი და ზურგი როდის აქცია და აღებული კურსი როდის შეცვალა ქართულმა ოცნებამ უკვე დეკლარირებულად, მაშინ დაიწყო ჩვენი ბრძოლა. რომ ცდილობები სულ აქვთ, ან სურვილი, რომ ვინმე მათ გაესაუბროს, იმიტომ რომ რა შემთხვევაც ყოფილა, მისალმება თუ ხელის ჩამორთმევა, ამას მთელი სიამაყით გვეუბნებიან ხოლმე. ეს ინფანტილური სურვილია და რა თქმა უნდა, თუ ვინმე გესაუბრება, ამისი სურვილი გექნება. როდესაც ხარ ფაქტობრივ ძალაუფლებაში, ევროკავშირიდან კი არა, აგებ ხედავთ, ხო, ამხელა ამბავი ატეხეს ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის და სხვა ქვეყნების დელეგაციებთან, რაღაც მოწვევებთან დაკავშირებით ვიზიტებს ახორციელებენ. საგარეო ველი სჭირდება ნებისმიერ ხელისუფალს, მაგრამ როდესაც შენ ლანძღავ ევროკავშირს, როდესაც მიზანმიმართულად ატარებ ევროპულ, ანტიდასავლურ და შესაბამისად ანტიეროვნულ პოლიტიკას. როდესაც არ იცავ არანაირ დიპლომატიურ წესებს და ნორმებს, ლანძღავ ელჩებს, რაღაც გაუგონარ კონსპირაციის თეორიებს ახვევ შენს საზოგადოებას, რომ თითქოს ევრობიუროკრატია ებრძვის ქართულ ოცნებას, ივანიშვილს, ან რას წარმოადგენს ქართული ოცნება ამხელა მსოფლიოში, რომ თურმე მთელი ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, არ ვიცი, იქით იაპონია, მთელი ცივილიზებული სამყარო თურმე ყოფილა ამათ წინააღმდეგ. თურმე იმხელა წონა აქვს ქართულ ოცნებას, რომ მას ებრძვიან და რაღაც უკანასკნელი მცველები არიან, უკანასკნელი მოჰიკანები, რაღაცა ღირებულებების, რომელიც სინამდვილეში არის დასავლური ღირებულებები, ევროპული ღირებულებები, ევროკავშირი ხომ ღირებულებებზე დაფუძნებული გაერთიანება არის. თუ შენ ამ ღირებულებებს არათუ არ იზიარებ, არამედ არ ღვევ, ისე უხეშად, როგორც ამას აკეთებს ქართული ოცნება. როდესაც შენ ყავს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები, როდესაც შენ იღებ რეპრესიულ კანონმდებლობას და ტროტუარზე დგომის გამო პატიმრობაში უშვებ ადამიანებს. როდესაც შენ პოლიტიკური ლიდერები ნაწილი ციხეში ყავს და ნაწილი გინდა რომ ახლა გაუშვა ციხეში, თავისუფალ მედიას ებრძვი, არასამთავრობო სექტორი პრაქტიკულად გააქრე ამ ქვეყნიდან, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა გინდა. ანუ ამ ყველაფრის ფონზე სურვილის გამოხატვა ეს ძალიან ბრიყული საქციელი არის და ამას არავინ არ დაიჯერებს. არადამაჯერებელია. მაყურებელს ასევე შევახსენოთ, რომ ეს ყველაფერი დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქართულ ოცნებას კონკრეტული ჯგუფი გამოიყო ამ ყველაფერზე ღიად სასაუბროდ ხალხის ზალა და შემდგომ უკვე იმდენად დაემსგავსა ნარატივები ერთმანეთს, რომ ქართული ოცნებაც ასეთივე მოლაპარაკე გახდა, როგორც დასაწყისში იყო ხალხის ზალა. აი როცა ამბობთ, რომ 20 ივნისს დაიწყო რეალური გამოხატვა
გამოხატულება. თუმცა აი ამდენ წლიანი ნარატივების თუ დისკრედიტაციის მცდელობის მიუხედავად კვლევა აჩვენებს, რომ მოქალაქეების დიდ ნაწილს ისევ უნდა ევროკავშირში გაწევრიანება. მე ვსაუბრობ კვლევაზე, რომელიც ევროკავშირის პროგრამამ ჩაატარა და გუშინ გამოაქვეყნა წარმომადგენლობამ. თქვენ თუ გაიცანით ამ კვლევას მონაცემებს, რა შეიძლება იყოს აქ ერთის მხრივ სასიხარულო ევროკავშირში წევრობის მხარდაჭერის თვალსაზრისით, თუმცა ასევე დამაფიქრებელი თუ საყურადღებო პოლიტიკური კლასისთვის საქართველოში. საქართველოს ევროატლანტიკური ორიენტაცია, როგორც საგარეო კურსი, როგორც ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი ვექტორი. ჯერ განისაზღვრა 2008 წელს, როდესაც ქართველმა ხალხმა პლებისციტში დააფიქსირა თავისი ნება. შემდეგ ეს აისახა საქართველოს კონსტიტუციაში და ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეძლებს ამ საგარეო კურსის შეცვლას. შეიძლება სხვა მიმართულებები შეცვალოს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, მაგრამ ამას ვერავინ ვერ შეეხება. ეს მხოლოდ და მხოლოდ ქართულმა ოცნებამ გაბედა და ნაბიჯ-ნაბიჯ წვეთ-წვეთად ჯერ 20 ივნის 2019 წელს, შემდეგ ეს ხალხის ძალა ეს ხომ უბრალოდ ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი ხრიკია, ხო? რაღაც მოსინჯეს ამ ნარატივის გატარება ხალხის ძალის მეშვეობით და შემდეგ ქართული ოცნება ხალხის ძალაზე გაცილებით უფრო უარესი, აგრესიული და სიბინძურით ახსავსე რიტორიკით ცდილობს დასავლური ღირებულებების და ზოგადად დასავლეთის დისკრედიტაციას. გიორგი, რა გამოსდის და რა გამოსდის, რაც თქვენთვის შეიძლება იყოს გამოწვევა? ხო, ქართულმა ოცნებამ სცადა ეს, ნაწილობრივ ამან იმუშავა ომის პროპაგანდამ და სხვათა შორის რამდენიმე დღის წინ Amnesty International-ის ანგარიშში სწორედ ამაზე იყო საუბარი, ხო, რომ 2022 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ჩაებღაუჭა ქართული ოცნება ძალაუფლებას თავისი პოპულიზმით, სიცრუის ტირაჟირებით, Deep State-ზე, გლობალური ომის პარტიაზე და ასე შემდეგ. თუმცა ნებისმიერი პროპაგანდის და სიცრუის მანქანის საპირწონე ყოველთვის არის სიმართლე და ჭეშმარიტება და ქართულ საზოგადოებაზე თუ ვინმეს ისეთი ცუდი წარმოდგენა აქვს, რომ რაღაცა პერიოდის შემდეგ მაინც ფაქტების ხილვის შემდეგ მაინც ის ვერ გამოიტანს სწორ დასკვნებს, მაშინ ის ძალიან ცდება და წაგებული აქვს პოლიტიკური თამაში. რა თქმა უნდა, 2024 წლის შემდეგ დაინახა საზოგადოებამ, რომ მათ მართლა ჩამოიხსნეს თავისი ნიღაბი და ფაქტია, რომ მას მერე ქართულ ოცნებას აქვს ძალიან სერიოზული კვლევების დონეზე. არ ვსაუბრობ ახლა 24 წლის არჩევნებზე, რომელიც მიიტაცეს და სხვა შედეგები დაწერეს. როგორც მინიმუმ იყო 28 ნოემბერი, მას შემდეგ იყო აქციები, რუსული კანონი იყო, მთელი ეს დრაკონული კანონმდებლობა, პარტიების აკრძალვის საქმე. ამ ყველაფერს საზოგადოება ხომ ხედავს და ძალიან ლოგიკური და ადეკვატური არის ქართული ოცნების რეიტინგის კლებაც იმ ყველაზე მეტად ბრმადმორწმუნე და ინფორმაცია დახშულ ნაწილში და სეგმენტში საზოგადოების, რომელზეც ქართული ოცნების პროპაგანდა მუშაობს. ამას ჩვენ უნდა დაუპირისპიროთ, რა თქმა უნდა, სიმართლე, ჭეშმარიტება, იმიტომ რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები საბედნიეროდ არის იგივე, რაც დასავლეთის ინტერესები ამ რეგიონში, ამ ქვეყანაში და დასავლური ღირებულებები. და ბოლოს მე მინდა კიდევ ერთხელ მოუწოდო საზოგადოებას დღეს 20 ივნის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ადამიანი გამოვიდეთ რუსთაველზე, ტრადიციული მარში ფილარმონიიდან, რომელიც ამ დღის ხსოვნას ეძღვნება და იმის დასადასტურებლად და საჩვენებლად ქართული ოცნებისთვის, რომ აი მაშინ დაწყებული წინააღმდეგობა არსად წასულა და დასრულდება ქართული ოცნების პოლიტიკურ არსებობასთან ერთად ამ ქვეყანაში. პოლიტიკურ არსებობას გულისხმობ ძალაუფლებაში არსებობას. დანარჩენი ეს უკვე ქართული ოცნების ქმედებებზე იქნება დამოკიდებული.